მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერის 12 საათზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. სტაბილურად მძიმე რჩება შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 14 წლის ევა ბარბაქაძის შესახებ. იაშვილის კლინიკის ექიმმა ნინი ყავლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მოზარდი რეანიმაციაშია. ექიმის განმარტებით, პაციენტი არ არის მართვის სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება. ევა ბარბაქაძე კლინიკაში გუშინ შეიყვანეს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ამჟამად მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არის ანალგეზია სედაციის ფონი, სპონტანურ სუნთქვაზე არის, ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის კომპეტენციის ქვეშ არის ეს დაზიანებები, სიცოცხლისათვის ამ ეტაპზე საშიშროება არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ მაგას ვერ ვეტყვით.